მზისგან დამწრობა. თქვენ გონიათ მარტო ზღვაზე შეიძლება მოხდეს, არა. თაში ეს ხდება მეტად უფრო ხშირად. რატო? იმიტომ რომ ზღვაზე ჩვენ ვართ მობილიზირებულები, მიგვაქვს მზის დამცავი საშუალებები, ვიფარავთ თავს, ვერიდებით დღის საათებში მზეზე გამოსვლას, თაში პირიქით გამოვდივართ უფრო შუა დღისას, როცა ვხედავთ კაშკაშა მზეს და აი აქ ის ულტრაისფერის სხივები, რომელიც აქ არის საკმაოდ აქტიური, შეიძლება მოახდინოთ ჩვენ კანზე ის არასასიამოვნო მომენტი, რომელსაც კანის დამწრობა გვქვია. რა უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში? უნდა ჩამოვიბანოთ ეს მონაკვეთები გრილი წყლით, არა ცივი და არა ცხელი გრილი წყლით. თუ გვაქვს დაუშვათ პანტენოლის შემცველი მალამოები ან სპრეები, გამოვიყენოთ ეს საშუალებები. თუ ამის საშუალება არ გვაქვს, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვიხმაროთ ალოეს შემცველი გელები, რომელიც ყველა აფთიაქში იყიდება. ჩავდოთ მაცივარში და რო გაგრილდება, მერე წავისვათ კატანზე, დამიჯერეთ მეტად გესიამოვნებათ და რაც თავარია, თუ თქვენ გაქვთ აგრესიული რუტინა ამ პერიოდში, გააჩერეთ თქვენი რუტინა, მხოლოდ და მხოლოდ დაიტოვეთ სახის და ტანის დაბანა წყლით და არანაირი აგრესიული ნივთიერებების შემცველი საცხები არ გამოიყენოთ. როცა კანი დამშვიდება, მერე შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი თავის მოვლა. ავა ჩემო კარგებო, კარგ საფრთხეს.